მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, პალიტრანიუსის ეთერს აგრძელებს გადაცემა დღის ნიუსრუმი და დღეს მოვიხილავთ ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებს. საუბარს დავიწყებთ სანდრო ბარამიძესთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი გახავთ. ჩვენი პირველი სტუმარი და მეორე სტუმარი იქნება კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა. სასაუბრო კი საკმაოდ ბევრია, ქართულმა ოცნებამ BBC-ს წინააღმდეგ სარჩელი მოამზადა და გეგმავს რომ ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანოს როგორც ამას მართლ პარტიაში ამბობენ, თუმცა ამის საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, აცხადებენ რომ ეს სარჩელი განწირულია და უტაფორიას წარმოადგენს რეალურად აღნიშნული განცხადებები. ამ და სხვა თემებზე უფრო დეტალურად ჩვენ სტუმრებთან ვისაუბრებთ, თუმცა ვიდრე გადავალთ სტუმართან, მოდით ვნახოთ ერთწუთიანი მოკლე საინფორმაციო კოლაჟი, რომლის შემდეგაც პირდაპირ ეთერში დაგიბრუნდებით. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 იანვარს სიღნაღის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების მიერ დაგზა ერთ პირს სანადირო თოფიდან გასროლით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიღალა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრიკის შედეგად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ნივთი მტკიცებად ამოიღეს. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან განიხილა. შეხვედრაზე მინისტრმა დეტალურად ისაუბრა რეფორმის ძირითად ამოცანებზე. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მას შესაძლებრუნებით ეთერში ვნახეთ ერთწუთიანი საინფორმაციო კოლაჟი. ახლა კი დროა რომ ვესაუბროთ ჩვენ სტუმარს სანდრო ბარამიძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელია ჩვენი სტუმარი პირველი. მოგესალმებით ბატონო სანდრო, მადლობა სტუმრობისთვის და საუბარი დავიწყოთ როგორც დავაანონსებთ გაცემის დასაწყისში BBC-ს მიმართ ქართული ოცნების სარჩელით და პრეტენზიით, რომ შალვა პოაშულმა გუშინ პირდაპირ დაადანაშაულა ჟურნალისტური კონკრეტული ეთიკის დარღვევაში ბრიტანული მედია საშუალება და ასევე თქვა რომ ამ სამართლებრივ დავას ბოლომდე მიიყვანენ, ასევე განაცხადა ისიც რომ ელოდებიან ბოდიშს და მასალის ესე რომ თქვათ წაშლას ყველა ვებგვერდიდან თუ სოციალური მედიიდან. თქვენი აზრით ეს დავა ხელისუფლების სასარგებლოდ რომც დასრულდეს დაუშვათ გარკვეული გადაცდომები ჰქონდათ BBC-ს დაუშვათ რაღაც ჰიპოთეტურ დონეზე ამ მასალის მომზადებისას. ქრება თუ არა დღის წესრიგიდან ის უფლება დარღვევები, რაც ჩვენ ვიხილავთ საპროტესტო აქციებზე და ექნება თუ არა ამას სხვა სამართლებრივი რეაგირება უკვე საერთაშორისო დონეზე. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ქართული ოცნების საჩივარს აქვს ნულოვანი წარმატების შანსი. არა უბრალოდ იმიტომ, რომ არსებითი საფუძველი ამ საჩივრის არ არსებობს. BBC ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული თუ ყველაზე ავტორიტეტული საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე ქართული ოცნება ჟურნალისტური ასე ვთქვათ რეპორტაჟის ხარისხის და ეთიკის წესებს BBC-ს ვერ ასწავლის. თვითონ არის პროპაგანდისტული სიცრუის მანქანა და რანაირად შეიძლება რომ მას ჰქონდეს რაიმე დასაბუთებული პრეტენზია მსოფლიოში აღიარებული მედიის მიმართ. ეს ერთი. მეორე, BBC-ს ფილმი ეყრდნობა არა თავისთავად BBC-ს სპეკულაციებს ან BBC-ს მიერ დადგენილ ფაქტებს, არამედ ეყრდნობა იმ 2024 წლის დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაზარალებული პირების ჩვენებებს, ცნობებს, ასევე საერთაშორისო აღიარებული ექსპერტების დასკვნებს ქიმიური ნივთიერებების დარგში და სხვა ასე ვთქვათ წყაროებს, რომელზე დაყრდნობითაც თუ კი რამე გამოაქვს რაიმე მოსაზრებები და დასკვნები ეყრდნობა აი ამ პირველ წყაროებს. აქედან გამომდინარე BBC-ს მიმართ საჩივარი არსებითად არ არის საფუძვლიანი. მაგრამ მეორე ასპექტია ის, რომ საერთოდ ქართული ოცნების საჩივარი, როგორც ის აღწერა პაპუაშვილმა და მე ვეყრდნობი პაპუაშვილის მიერ გახმაურებულ ცნობებს, იმიტომ რომ თვითონ საჩივარი ჩემთვის არავის მოუწოდებია და ცხადია, მას და არ ვიცნობ.
მაგრამ პაპუაშვილს თუ დავეყრდნობით, ის პრეტენზიები, რომელიც ქართულ ოცნებას როგორც პარტიას აქვს, არის ასე თქვა დაუშვებელი, ნებისმიერი ფაქტის დამდგენი ორგანოსთვის მთელ მსოფლიოში. იქნება ეს შეიდასამართლებრივი სტრუქტურები, თქვა სასამართლოების სახით ან ადმინისტრაციული ორგანოების სახით, ან იქნება თუნდაც საერთაშორისო სასამართლო, როგორც არის მაგალითად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო და რატომ? საპროცესო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია, რომ პირს შეუძლია საჩერით მიმართოს შესაბამის ორგანოს მხოლოდ მისი პირადი დარღვეული უფლებების აღსადგენად. სხვის მაგერად საჩევარს ვერ შეიტან. აი რო დაუკვირდეთ იმ პრეტენზიებს, რომლებიც ქართულ ოცნებას BBC-ს მიმართ გააჩნია და ამისთანა 4 ჩამოთვალა პაპუაშვილმა. ერთი რო ტყუილია რო შესუსტოს კამიტი გამოიყენა შესუსტომო, ტყუილია რო შესუსტომ ასე თქვათ ძალა გამოიყენა უსაფუძვლოდ და უმიზეზოთო, ტყუილია რომ ქართული ოცნების ინტერესები ემთხვევა რუსეთის ინტერესებსო და ტყუილია რომ ბიძინა ივანიშვილი ერეოდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ავსტრიების დაშლასთან დაკავშირებითო. ამ 4 პრეტენზიიდან 3 არ მიემართება და არ ეხება პარტია ქართულ ოცნებას. პირველი 2 ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეოთხე ეხება ბიძინა ივანიშვილს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგივრად და ბიძინა ივანიშვილის მაგივრად ქართული ოცნება ვერ შეიტანს საჭიროებს ასეთი საჩივარი ყოველთვის ყველა ორგანოს მიერ საქართველოში საზღვარგარეთ თუ საერთაშორისო მასშტაბით იქნება მიჩნეული დაუშვებლად. დიახ, თუმცა ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ კვლავ რჩება ქართული ოცნების. ეს არ ცვლის ვითარებას. ბიძინა ივანიშვილს თვითონ შეეტანა საჩივარი სიტყვაზე, წმინდა ეს საპროცესო ბარიერი რო გადაელახა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მაგივრად თუნდაც მისი ქვემდებარე და რა თქმა უნდა მისი ქვემდებარეა პარტია ვერ იდავებს, იმიტომ რომ პარტია იურიდიული პირია, სხვა პირია იურიდიულად და აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილის მაგივრად ვერ იდავებს. დიახ. გადაცემის დაწყებამდე ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებაც, რომ სწორედ აი ეგრეთ წოდებული კამიტის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენმა ორგანიზაციამ და ასევე სხვა მესამე სექტორის სხვა წარმომადგენლებმაც გაეროში კონკრეტული განცხადება წარადგინეს, რათა შესაბამისი მოკვლევა გამართულიყო აღნიშნულთან დაკავშირებით და ვიცით რომ ჯერჯერობით ეს პროცესი ამ პროცესის პერსპექტივა არ ვიცით და ამ ეტაპზე რა მიმდინარეობს ამ მიმართულებით უცნობია, თუმცა თქვენი პროგნოზი როგორი შეიძლება იყოს, რას ელოდებით, რამდენ ხანს შეიძლება განხორციელდეს გარკვეული წინსვლა და რას ელოდებით გაეროსგან ამ მიმართულებით? ნუ საერთაშორისო სტრუქტურები მოგეხსენებათ, დაკავებულები არიან გლობალური მასშტაბით სხვადასხვა საკითხების შესწავლით. აქედან გამომდინარე ვარაუდი და მოლოდინი, რომ ისინი მყისიერად რაღაც რამდენიმე დღის განმავლობაში რეაქციას ასე თქვათ მოგცემდნენ, ამისთანა მოლოდინი ცხადია არ შეიძლება გქონდეს. მით უმეტეს რომ მოგეხსენებათ დაემთხვა ეს ყველაფერი საშობაო და საახალწლო არდადაგებს, როგორც ამ ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ, აქედან გამომდინარე, ნახოთ, მე ამ წუთში კონკრეტული ინფორმაცია არ გამაჩნია, მაგრამ დაველოდოთ ასე მალე და ასე ერთწუთიერად ესეთი საკითხები არ წყდება. დიახ. და მოდით ოპოზიციის სამომავლო გეგმებზეც კითხავთ აუცილებლად, რამდენად აფასებთ რეალურად ოპოზიციის შანსებს სამომავლოდ ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში, რადგანაც ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ საკმაოდ მასოვური პრაქტიკას ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების და ამასთან დაკავშირებით გრძელდება კიდევ ერთხელ ეს ამბავი და გუშინაგან ყავდა სტუმრად ბატა ზაქარიაშვილი, მან თქვა რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამ სამომავლოდ გამოიყენოს ამ პოლიტპატიმრების საკითხი საავაჭროდ საერთაშორისო ასპარეზზე. თუ კი ისინი გამოვლენ და თუ კი რაღაც საერთო აზრის გარშემო შეჯერდებიან, რამდენად ხედავთ იმის ალბათობას, რომ დაუპირისპირდნენ რეალური ძალით ქართულ ოცნებას და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საერთო აზრის კონსოლიდაცია მოხდეს არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებში, არამედ სრულიად საზოგადოებაში, რათა საერთო აზრის გარშემო გაერთიანდნენ და როგორ შეიძლება ამის პროგნოზი გაკეთდეს თქვენ? მე პოლიტიკის ანალიტიკოსი არ გახლავართ, აქედან გამომდინარე ოპოზიციის შანსებს ან მათ სამომავლო გეგმებზე ვერაფერს მოგახსენებ. სწორედ ამიტომაც არა მხოლოდ ოპოზიციის, ზოგადად საზოგადოების რაც შეეხება საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას, იქნება ეს ოპოზიციური პარტიების სახით წარმოდგენილი აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო ზოგადად საზოგადოების სახით.
ან უბრალოდ ცალკე აღებული სამოქალაქო აქტივისტების სახით ძალიან საზოგადოებაში არსებობს ფართო კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება უბრალოდ ივანიშვილის რეჟიმი, ასე ვთქვათ, გაცდა ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს, მან უბრალოდ დაარღვია კონსტიტუცია, უბრალოდ კი არ დაარღვია, კონსტიტუციური წესრიგი თვითონ დაამხო ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ აღარ არის უბრალოდ აღარც ადამიანის ძირითადი უფლებები, ყოველ შემთხვევაში შეკრების დემონსტრაციების თავისუფლებას რაც ეხება ამისანა უფლება, მან უბრალოდ მოსპო გაერთიანების თავისუფლება, იმიტომ რომ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაუკეტა საარსებო საშუალებები და ახლაც ცდილობს, რომ საერთოდ პოლიტიკური პლურალიზმი დახუროს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ მოგვესწრებათ შეტანილი აქვს ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ პარლამენტთა დეპუტაციას კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ აიგრძელოს სამი წამყვანი პოლიტიკური პარტია და ამაზეც არ გავჩერდებით, თუ ვინმეს ცოტა პატარა რეიტინგი მოემატება, იმ წინ დახურის თაობაზეც შევიტან საჩივარს, ანუ მათ უნდათ, რომ უბრალოდ დახურონ პოლიტიკური პლურალიზმი, აქედან გამომდინარე საარჩევნო დემოკრატიაც, იმიტომ რომ თუ არჩევანი არ გექნება, მაშინ ამისთან არჩევნებს ხადია, უბრალოდ აზრი ეკარგება. ესეთი შეხედულებები და მოსაზრებები და მიდგომა ამ რეჟიმის მიმართ არის საერთო ყველასთვის, პოლიტიკოსი იქნება, არაპოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი თუ ასე შემდეგ, მე დამოუკიდებელ აქტორებზე ვლაპარაკობ და არა ცხადია ამ რეჟიმის მიერ კონტროლირებად აქტორებზე. და სწორედ ამ პირობებში სახედავთ გამოსავალს, რა არის მთავარი გამოსავალი იმ მოცემულ პირობებში, რასაც თქვენ წევან ოპოზიციური პარტიების გამოსავალი არის პროტესტის შენარჩუნება. ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, არამედ მათთან დაკავშირებულ პირებზეც მიდის საუბარი და კონკრეტულ ადამიანების და სახელებს გვარებს ამბობენ. თუმცა ამისთან სარჩელი ჯერ არ შეუტანიათ, არაფერ შეუშლის ხელს, რომ ხვალ შეიტანონ სიტყვაზე ან დაელოდონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ პარტიების აკრძალვის სარჩელზე და მერე უკვე ეგრეთ წოდებულ დაკავშირებულ პირებსაც მიადგნენ, ეს ყველაფერი ცხადია. გამორიცხული სრულებითაც არ არის, მაგრამ ქართულ ოცნებას ალბათ ესმის, რომ მთელ მსოფლიოში სხვა ვითარება დადგა ამ ახალი წლის დაწყებასთან ერთად, აგერ ისეთი მათზე ბევრად უფრო ძლევამოსილი, ბევრად უფრო ასე ვთქვათ, გავლენიანი, ბევრად უფრო ქვეყნის შიგნით გარკვეული, ასე ვთქვათ, ძალოვანი სისტემის მყრობელი კაცი მადურო უბრალოდ აწიეს ჰაიაში და უბრალოდ ასე ვთქვათ, წაიყვანეს შეერთებულ შტატებში და დააყენონ მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ირანში რა მოხდება არ ვიცით და საერთოდ ვითარება მკვეთრად არის შეცვლილი დიქტატორული რეჟიმების სტილ მთელ მსოფლიოში და ეს უნდა აღსავდეს ამ რეჟიმს ასევე დიქტატორულს. აი საგარეო ფაქტორები ახსენეთ და იმ პირობებში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებით დაკავებულია ბევრად გლობალურ დონეზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით, რაც პირველ რიგში არის ირანი, ვენესუელაშიც ნახეთ, რაც მოხდა. ამ პირობებში, როდესაც ჩვენთვის ნაკლებად სალია დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ პირობებში უფრო მეტად ეხსნება თუ არა ხელფეხი ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ გააგრძელოს ოპოზიციონერთა დაკავებები, საპროტესტო აქციების ძალადობრივად ჩახშობა მართალია არა ისე როგორც თავდაპირველად, თუმცა მაინც აკავებენ მომიტინგეებს და მათ წინააღმდეგ იღრძრება საქმეები. ხედავთ თუ არა იმ პერსპექტივას, რომ მათ კიდევ უფრო მეტად საბოლოო ჯამში გაეხსნებათ ხელფეხი იმისთვის, რომ ეს რეპრესიული მექანიზმი უფრო მეტად აამუშავონ. არა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ რაც არ უნდა ამ წუთში არ ეცალოს ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთვის და საერთოდ საერთაშორისო თანამეგობრობას ამისთანავე დიდ ყურადღებას ხადია საქართველოს ვერც ერთი რეჟიმი ვერ დაიჩემებს და ვერც ჩვენ მთელი საზოგადოება დავიჩემებთ, იმიტომ რომ ბოლოს ჩვენ საკმარისად პატარა ქვეყანა ვართ. მე ვლაპარაკობ უბრალოდ ტენდენციებზე და თუ ტენდენციები არის ისეთი მთელ მსოფლიოში, რომ დიქტატორული რეჟიმები დასასრულისკენ მიდის, მაშინ ადრე თუ გვიან მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მოიცლის ამ დიქტატორული რეჟიმისთვისაც, ოღონდ ბევრი ძალისხმევა ამას არ დაჭირდება. ბოლოს ეს არ არის ირანი და არც ვენესუელა, ეს ქვეყანა ვერ შეედრება ვერც ერთ ვერც მეორეს, ვერც რესურსებით, ვერც ტერიტორიით, ვერც რეჟიმის სისასტიკით და გავლენით, ვერც კონტროლის სფეროებით და ასე შემდეგ. ვერაფრით. ბევრი არაფერი ჭირდება ამ რეჟიმს.
და ისევ კამიტის, ეგრეთ წოდებული კამიტის საქმეს რომ მიუბრუნდეთ, იმ პირობებში თუ კი დაუშვათ, აი, როდესაც თუ არა სამართლებრივად არის თუ არა ნორმალური, ამაზე თავიდან გკითხეთ პრინციპში და თქვენი მხრიდან საინტერესო იქნება შეფასება, სამართლებრივად რამდენად ნორმალურია, როდესაც სახელმწიფო კერძო, ამ შემთხვევაში ჩვენც არა კერძო, არამედ BBC-ს წინააღმდეგ წარადგენს სარჩელს და მედიის წინააღმდეგ, ესე რომ ვთქვათ, სამართლებრივ ომს იწყებს, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი მტკიცებულები წარადგინოს. მართალია ჩატარდა შიდა გამოძიება სუსის მიერ, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდა, თუ არ ვცდები. არავინ არ ენდობა ამ გამოძიებას. საგარეო აქტორები მით უმეტეს. არავინ არ ენდობა ამ გამოძიებას და ასე ვთქვათ, BBC-სთან ეგრეთ წოდებულ დავაშიც არავინ არც ბრიტანული ადმინისტრაციული ორგანოები, არც თვითონ BBC, არც ბრიტანული მართლმსაჯულების სისტემა, არც საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მართლმსაჯულების სისტემა სტრასბურგის სასამართლოს სახით აი ამ რეჟიმის მიერ შეკვეთილ და შეკვეთილ კი არა, უბრალოდ ჩატარებულ გამოძიებას ცხადი ვერ და არ დაეყრდნობა, იმიტომ რომ აქ ეს ყველაფერი მაშინ დამოუკიდებელი წყაროებით უნდა იყოს გამტკიცებული, დადასტურებული ან უარყოფილი და თუ უნდა ჭეშმარიტების დადგენა ქართულ ოცნებაზე, მათ ცხადია ასეთი რამ არ უნდა, მაშინ ის ადგებოდა და უბრალოდ საერთაშორისო გამოძიებას თვითონ მოიწევდა ამ ქვეყანაში, რომ რაღაცა თუნდაც ასეთი ეჭვები მაინც, სხვა თუ არაფერი გაქარწყლებულიყო, მაგრამ ცხადია, რომ აი სუსის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით მეც ჩაგეკითხებით, ალბათ გაეცანით ამ გამოძიების შედეგს და არის თუ არა გარკვეული სახის მყარი არგუმენტები მათი მხრიდან, გასაგებია რომ უნდობლობა არის მათ მიმართ, განსაკუთრებით რომ მყარ არგუმენტებზე ვლაპარაკობ. არის თუ არა რაიმე არგუმენტები საერთოდ BBC-ს ფილმში კიდევ ამბობ, BBC-ს ფილმში ლაპარაკი იყო, ასე ვთქვათ, კონკრეტულ დაზარალებულ პირებზე და არსებობენ სხვა დაზარალებული პირებიც, რომლებიც BBC-ს ფილმში შეიძლება ვერ მოხვდნენ, მაგრამ ბუნებაში არსებობენ, რომლებიც ლაპარაკობენ იმ სიმპტომატიკაზე, რომელიც იგივე CS-ის სიმპტომატიკას არ ემთხვევა. გახსოვთ ამ ფილმს ქვია, როდესაც წყალი წვავს. CS-ი არ წვავს, წვავს რაღაც სხვა. და ეს რაღაც სხვა რა არის? სხვათა შორის თვითონ ქართული ოცნების გამოძიებამაც არ უარყო ის კოდები, გაეროს კოდები, რომელთა ქვეშაც იყო ეს ნივთიერებები კოდირებული. ის კოდები CS არ ეხება არანაირად. ის კოდები ეხება ასე ვთქვათ, მავნე ნივთიერებებს და რომელ მავნე ნივთიერებებს ამას ხადია თუ იდეაში დაადგენს ან საერთაშორისო გამოძიება, ან ეს ყველაფერი შეიძლება BBC-ს დავაში, BBC-სთან ქართული ოცნების დავის დროსაც ასე ვთქვათ, დადასტურდეს თუ მართლმსაჯულების ორგანოები ბრიტანული ან საერთაშორისო დაავალებენ ქართულ ოცნებას, რომ წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც მათ განცხადებებს ან დაასტურებდა, ან უარყოფდა. და ასევე აუცილებლად გითხავთ ქართული ოცნების განცხადება თავდაპირველი რომ ამ BBC-ს ფილმის გამოშვების შემდეგ გამოქვეყნების აუცილებლად შევიტანთ სარჩელს, თუმცა ეს პროცესი გაგრძელდა საკმაოდ დიდ ხანს. დაახლოებით თვენახევარი, 2 თვე გაგრძელდა. სამართლებრივად ეს ნორმალურია თუ არა ერთი მხრივ და უკავშირდება თუ არა ეს იმას, რომ რეალურად ქართულ ოცნებას იქნება არც ქონდა რაიმე სახის კონკრეტული პრეტენზია ან სამხილი და არგუმენტი იმისთვის, რომ BBC-ს წინააღმდეგ კონკრეტული პრეტენზია წაეყენა. არა, ნუ ეხლა თუ საჩევის მომზადებას ნებისმიერ ის საჩევის საფუძვლიანის თუ უსაფუძვლოს რაღაცა დრო ჭირდება ცხადია და თუ ხანდაზმულობის ვადა დარღვეული არ არის, მაშინ პირ შეუძლია ამ ხანდაზმულობის ვადის პარაგრაფში, როცა მზად იქნება, მაშინ შეიტანოს, ამაში მე უცნაურს ვერაფერს ვერ ხედავ, ბოლოს და ბოლოს თვენახევარი 2 თვე. ამისთვის ასე ვთქვათ, ძალიან დიდი დრო ცხადია არ არის, მაგრამ თლიანობაში რას უნდა ეყნობოდეს საჩივარი, როდესაც კიდევ ვიმეორებ, BBC ეყნობოდა იქ კონკრეტულ წყაროებს და იგი არ გამოთქვამდა ფაქტების მიღმა რაღაცა ვარაუდებს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია რომ თუნდაც ასე ვთქვათ, მცირედი შანსი კონდეს წარმატების ქართულ ოცნებას, ასეთი მას არ აქვს, არ არსებითი თვალსაზრისით, არც პროსაპროცესო თვალსაზრისით, როგორც გითხარით, იმიტომ რომ 4-დან 3 პრეტენზია უბრალოდ მას არ ეხება. აუცილებლად უნდა გითხოთ ასევე საქართველოს და ევროკავშირის შორის ურთიერთობების ბოლო დინამიკაზე, ოღონდ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება აბუ-დაბიში გამართულ სამიტზე, თქვა კიდევ ერთხელ
ღიად დააფიქსირა ესე რომ ვთქვათ ყოველ შემთხვევაში განცხადების დონეზე რომ საქართველოს კონსტიტუციის დონეზე არის პროევროპული და ჩვენ მიზანი ეს თვითმიზანი სახელმწიფოსი არის ის რომ გაწევრიანდეს ევროსტრუქტურაში და ამასთანავე საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის ციტირებ ირაკლი ყობახიძეს რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. მოცემულ პირობებში აცხადებს ამას ირაკლი ყობახიძე, თუმცა ამავდროულად ვიხილეთ ჩალოპაპუაშვილის საკმაოდ მწვავე კრიტიკა ასევე ევროკავშირის მიმართ, მან ძალიან ზოგადად ვთქვათ რბილად რომ თქვათ არადიპლომატიური სიტყვებით მოიხსენია ევროგაერთიანება და მათი წარმომადგენლობა საქართველოში იმის გამო რომ მათ საქართველოს დროშის დღე, სახელმწიფო დროშის დღე მიულოცეს საპროტესტო აქციებზე აღმართული დროშის ფოტოთი და ამას მოყვა საკმაოდ მწვავე კრიტიკა შალოპაპუაშვილის მხრიდან. ერთი მხარე ყობახიძე ცდილობს რომ სიტყვიერად დაამტკიცოს ჩვენი პროევროპულობა, მეორე მხრივ კი პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროკავშირს. რას ნიშნავს ეს საერთოდ? ქართულმა ოცნებამ და მათ შორის პირადად ყობახიძემ და პაპუაშვილმა ასევე სხვებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულიყო, ასე თქვათ, გაურკვეველი დროით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გადაემტერებინათ ევროკავშირი და მისი ხელმძღვანელობა. აქედან გამომდინარე, ეს განცხადებები არის ფუჭი, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ეს განცხადება ყობახიძის, რომელიც თქვენ ახსენეთ, გაკეთდა აბუ-დაბიში, შეიძლება აიხსნებოდეს იმითი, რომ საამიროების ხელმძღვანელობას შეიძლება აინტერესებდეს საქართველოს მხოლოდ ისეთი, რომელიც ევროგაერთიანების გზაზეა და არა ისეთი, რომელიც არის სადღაც ჭაობში რუსეთის უკანა ეზოში ჩაფლული. და აუცილებლად მეკითხოთ ასევე ბოლოსკენ დაკავებულთა შესახებ, ვინც ამჟამად იმყოფება საპატიმროებში, მათთან დაკავშირებით ელოდებით თუ არა რაიმე სასიკეთო ძრას პირველ რიგში სასამართლოს მხრიდან და ასევე ზოგადად სასამართლო პრაქტიკის შესახებაც რომ ვისაუბროთ, თქვენი ორგანიზაციაც ბუნებრივი აქტიურად იქნება ჩართული საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა უფლებადდაცვით მიმართულებით საქმიანობის კუთხით და ასევე არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე დაკავებული არამედ ასევე უნდა გკითხოთ იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან საპატიმროებში, გაქვთ თუ არა რაიმე პოზიტიური მოლოდინი უახლოეს თვეებში? რაც შეეხება ქართული ოცნების რეჟიმის შემსუბუქებას და შერბილებას, ასეთი ნიშნები ამ წუთში ჯერჯერობით არ ჩანს. არა კიდევ მეორე გლობალური პროცესებიდან გამომდინარე, რომლებიც დიქტატურებთან მიმართებით მიმდინარეობს სოფლიოში და პირველ რიგში ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გიან რაღაც შერბილების ტენდენციები გამოჩნდება, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ეს რეჟიმი და მისი მესვეული და მთავარი პირი გადაწყვეტილებების მიღების ივანიშვილს გულისხმობ, მიხვდება რომ ასე თქვათ, მისი შეიძლება ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი იყოს შემდგომი რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება. ვნახოთ როგორ იქნება, რაც შეეხება ჩვენ ორგანიზაცია, ჩვენ დიახაც დავიცავთ სამოქალაქო პროტესტის ასე ვთქვათ, მონაწილეების უფლებებს, ისევე როგორც ამას ვაკეთებდით ჩვენი ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში. თქვენი ორგანიზაციის გეგმებზეც რომ გვიამბოთ, გაქვთ თუ არა კონკრეტული სახის გეგმა, ან განცხადება, ან კონკრეტულად თქვენი ჩვენ გავნაგზობთ მუშაობას იმ მიმართულებებით, რომლებიც არის ჩვენი მთავარი მიმართულებები, ეს არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა და შესაბამისი სხვა, ასე ვთქვათ, საქმიანობა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მოგეხსენებათ, რომ სამოქალაქო აქტივობის ასე ვთქვათ, სივრცე ქართულმა ოცნებამ მაქსიმალურად შეზღუდა, მაგრამ რისი საშუალებაც არის ჩვენ იმის განხორციელებას კანონის ფარგლებში გავაგრძელებთ. რა კი ახსენეთ კორუფციასთან ბრძოლა, აქვე მართალია 3-4 დღის წინანდელი ამბავია, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაც უნდა ვახსენოთ და თქვენი შეფასებით ეს უკავშირდება კორუფციასთან ბრძოლას თუ შიდა კლანურ დაპირისპირებას, ან შეიძლება ორივეს ერთად? თქვენი შეფასებით. კორუფცია არის ამ რეჟიმის ისევე როგორც ნებისმიერი დიქტატორული რეჟიმის არსებობის მთავარი ფაქტორი. კორუფციის გარეშე დიქტატორული რეჟიმები არ არსებობენ, იმიტომ რომ დიქტატორული რეჟიმები არსებობენ კონსტიტუციის და სამართლის მიღმა, მათი არსებობა მთლიანად არღვევს კანონს და კონსტიტუციურ წესრიგს და იმისათვის, რომ ადამიანები მიიმხრო აი ამ ყველაფრის განხორციელებისთვის, ამისათვის მათ უნდა აჭამო პირდაპირ მნიშვნელობით, ხელფასების დონეზე არა, ძალიან დიდი ფულის დონეზე. აქედან გამომდინარე, კორუფცია არის ამ რეჟიმისთვის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი
ღარიბაშვილი რო კორუმპირებულია, ისე როგორც ლილუაშვილი, ეს არავისთვის ახალი არ არის, მით უმეტეს ჩვენი ორგანიზაციისთვის არ არის ახალი, იმიტომ რომ მათ კორუმპირებულობაზე ჩვენ წლების განმავლობაში წერდით, ვაქვეყნებდით ჩვენ ანალიტიკურ სტატიებს, შეფასებებს, სტატისტიკას და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ძალიან გავს ცხადია შიდა კლანურ დაპირისპირებას, იმიტომ რომ კობახიძემ ახალმა ქოცმა, ასე ვთქვათ, რადგან ჩაანაცვლა ძველი ქოცები, ღარიბაშვილის და ლელუაშვილის სახით მათი ბოლომდე თავიდან მოშორება ჭირდებოდა და მე და მთელი ორგანიზაცია ჩვენი ამ მოვლენებს აი ამ მიმართულებით ხსნით. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო სანდრო, ჩვენს ტელემოყურებელს შევახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი გახდათ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი სანდრო ბარამიძე. ახლა კი მცირე სარეკლამო პაუზის თურა, რომლის შემდეგაც უკვე გაცემის მეორე სტუმართან გიგა ლემონჯავასთან დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ამიტომ არ გადართოთ. მაშასე გიბრუნებით ეთერში, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ძვირფასო ტელემოყურებლებო და საუბარს ვაგრძელებთ ამჯერად უკვე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერთან გიგა ლემონჯავასთან, რომელიც უკვე შემოგვერთა სტუდიაში. მოგესალმებით გიგა, მადლობა სტუმრობისთვის და მართალია წინა სტუმართან ვისაუბრეთ ჩვენ BBC-ს მიმართ ქართული ოცნების მიერ შეტანილ სარჩელზე, თუმცა თქვენთან საუბარს დავიწყებ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების ამბავზე და ამასთან დაკავშირებით გუშინ ემატუხიაშვილთან სტუმრად იმყოფებოდა გრიგოლ გეგელია და მან საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. ამაზე მინდა რომ გკითხოთ და თქვენი პოზიცია ძალიან საინტერესო იქნება. ციტირებ მას, შეიძლება გირაო იყოს ერთ დღეს სისტემასთან გარიგება და რამდენიმე თვის შემდეგ საბრძოლო წინაპირობა. ანუ საუბარი აქვს იმაზე, რომ ვინც ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მათ შეიტანეს გირაო, რათა ყოფილიყვნენ თავისუფლებაზე, ახლა საუბარია, რა თქმა უნდა, ზურაბ ჯაფარიძეზე, რომელმაც ასევე შეიტანა გირაო და ამის გამო პატიმრობაში არ იმყოფება. რა შეიცვალა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ისე რომ თუ კი მაშინ პრობლემა იყო გირაოს გადახდა, დღეს რატომ აღარ არის პრობლემა? ალბათ ბევრს აინტერესებს ჩემ გარდაც მაყურებელსაც, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. გირაოს არ გადახდა, ან გადახდა და ნებისმიერი ესეთი მოქმედება არის დაკავშირებული არა ჩვენ წყენებთან, გაბუტვებთან, რაღაცა ადამიანურ პოზიციებთან, არამედ ძალიან პრაგმატულ ამოცანასთან რეჟიმის არაღიარების და რეჟიმის არალეგიტიმურად დატოვების თვალსაზრისით. რატომ არ გადაიხადეს გირაო? არ გადაიხადეს იმიტომ, რომ არ აღიარეს რეჟიმი იმ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტში. თუმცა კიდევ ერთხელ ხო და თავარი ამბავი გირაოსთან დაკავშირებით და ზოგადად ნებისმიერ ნაბიჯთან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ხო ესეთ ართანამშრომლობის თვალსაზრისით არის მიზანშეწონილობა იმის შესახებ, რომ არ ვაღიაროთ რეჟიმი, არ ვითანამშრომლოთ რეჟიმთან, არ მივცეთ, რაც თავარია, ლეგიტიმურად დარჩენის შესაძლებლობა. არ ვაღიაროთ მათი ლეგიტიმურობა. ეს არის თავარი ამოცანა, ხო? იმ კონკრეტულ ჯერ ერთი ბადრი ჯაფარიძესთან და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით ჩვენ არასოდეს კრიტიკა არ გამოგვითქვამს, რატო გადაიხადეთ გირაო. ესეთ განცხადებას თქვენ ვერ იპოვით ფიზიკურად. ოპოზიციის წარმომადგენლები მათ არ აკრიტიკებდნენ. გარკვეულწილად ძლებდნენ ბრალს იმაში, რომ მათ ამის შემდეგ სწორედ გადაწყვიტეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის აბსოლუტურად სხვა კონტექსტი. კიდევ ერთხელ თქვენ ვერ იპოვით ვერც ერთ განცხადებას და გეგელიამ ეს საიდან მოიფიქრა, არ ვიცი. სადაც ჩვენ ვაკრიტიკებთ მამუკა ხაზარაძეს ან ბადრი ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ან არ გადახდის გამო. რატო? იმიტომ რომ გარდა აი ამ მიზანშეწონილობისა, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით რეჟიმის, ხო და არაღიარებასთან დაკავშირებით. ეს ასევე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონალური პირადი გადაწყვეტილება. ძალიან ადვილია, როდესაც შენ არ გემუქრება პატიმრობა. იჯდე და მსჯელობდე სხვა, ვისაც პატიმრობა ემუქრება, უნდა გადაიხადოს თუ არ გადაიხადოს გირაო. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენი პირადი დამოკიდებულებები. ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება შეიძლება დადგეს ეგეთი მომენტი, ესეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ და ყველას გვაქვს ჩვენი პირადი არჩევანი. მე დაახლოებით წარმომიდგენია, როგორ მოვიქცევი ანალოგიურ ვითარებაში რო ვიყო ჩემთვის და არ ვიცი, ჩემი სხვა მეგობრები, ხო, არ ვიცი, აი ელენე ხოშტარია მაგალითად, რომელიც არის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, ან რა ვიცი, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაჯე. ყველას აქვს თავისი
გადაწყვეტილება. და ამ ჩემი აზრით არ არის აბსოლუტურად არ არის კორექტული, რომ ხვის ნაცვლად, მაშინ როდესაც ჩვენ ანალოგიური საფრთხის წინაშე არ ხარ, ისაუბრო, იმიტომ რომ ეს არის პერსონალური გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა. ახალ თუ არა საპატიმროში. ვერავის ნაცვლად ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ გეგელიას ადგილას ნამდვილად არ ვისაუბრებდი თანამშრომლობა არ თანამშრომლობის შესახებ, ნამდვილად, იმიტომ რომ ლელო არის პოლიტიკური პარტია, რომელიც გახარიასთან ერთად, რეჟიმთან მოთანამშრომლე გახარიასთან ერთად, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა და მისი ნარჩენები პარლამენტში შევიდნენ ბიძინა ივანიშვილის, აი არალეგიტიმურ პარლამენტში, აი მაგათთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, სინამდვილეში ეს იყო ბიძინა ივანიშვილის რუსული სპეცოპერაცია და ლეგიტიმაციის სპექტაკლი. და გეგელიას და ზოგადად ლელოს სხვა წარმომადგენლების ადგილას ნამდვილად ესე თამამად არ ვილაპარაკებდი სხვებმა გირა უნდა გადაიხადონ თუ არ გადაიხადონ და რას ნიშნავს რეჟიმთან თანამშრომლობა და არ თანამშრომლობა. ამ პირობებში, როდესაც აი ესეთი კრიტიკა ისმის და ურთიერთბრალდებები ოპოზიციურ სპექტრში და აი თუნდაც გრიგოლ გეგელიას განცხადება და თქვენი პასუხიც მოვისმინეთ ამჟამად, განხილავთ თუ არა საომავლო გაერთიანებას კიდევ ერთხელ, რადგანაც ჩვენ მოვისმინეთ ზურა ჯაფარიძის საკმაოდ კარგი და მტკიცე განცხადება, რომ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია და მან სალომე ზურაბიშვილის როლზეც ისაუბრა და ზოგადად საერთო პოლუსის გარშემო გაერთიანების შესახებ. განიხილავთ თუ არა ერთია და რა შეიძლება გახდეს ის მთავარი განაპირობებელი მიზეზი და მიზანი, რომლის გამოც თქვენ შეიძლება გაერთიანდეთ გრიგოლ გეგელიასთან, თუ გნებავთ ლელო ძლიერ საქართველოსთან და სხვა ოპოზიციურ ძალებთან და ვისთან კატეგორიულად გამორიცხავთ ესეც რომ გითხრათ. ვინც ამჟამად ბუნებრივია პოლიტიკურ ველზე იმყოფება. მე ვფიქრობ, რომ ეხლა არ არის რაღაცა პირადი შეფასებების, პირადი დამოკიდებულებების, მოწონება არ მოწონების დრო, ვისთან გვიმარტივდება ურთიერთობა და ვისთან გვერდდება. არა, კი გაქვს ურთიერთობაზე არის საუბარი, საერთო პრინციპების შესახებ საუბრობ რეალურად მე და ხედავ თუ არა ამ საერთო პრინციპებს ამ ადამიანებთან, ამ ადამიანებზე საუბრობ, გულისხმობ პოლიტიკურ ძალას ბუნებრივია. აბსოლუტურად არ არის რელევანტური და მნიშვნელოვანი ჩვენი პირადი დამოკიდებულებები, ამის გააზრება მე მგონი პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრში უკვე მოხდა, რომ მიხედვით იმისა, ჩვენ ვინ მოგწონს და ვინ არ მოგწონს, ვისთან გვიხარია ურთიერთობა და ვისთან ნაკლებად, ამის მიღმა საჭიროა ძალისხმევის გაერთიანება იმისთვის, რომ ივანიშვილი დამარცხდეს, იმისთვის, რომ რეჟიმით ჩამოიშალოს. და მოვიპოვოთ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ჩვენი თანამებრძოლები, ჩვენი მეგობრები დავიხსნათ პოლიტიკური ტყვეობიდან. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, ახალი არჩევნები, ოღონდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. როდესაც ეს მოხდება, როდესაც ჩვენ მივიღებთ თავისუფალ არჩევნებს, მერე ყველას რა თქმა უნდა შეუძლია, რომ თავისი გემოვნების და ნებასურვილის მიხედვით მოიქცეს თავისუფალ არჩევნებში. იმიტომ რომ თავისუფალ არჩევნებში ივანიშვილი ყველა ვარიანტში დამარცხდება და ხალხი დაიბრუნებს მიტაცებულ სახელმწიფოს. ეხლა რაც შეეხება ერთიანობას, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ერთიანობაზე საუბარი ბრძოლის სტრატეგიის და ქცევის წესების კონტექსტში. პირველი, რაზეც ჩვენ გვჭირდება ჩემი აზრით შეთანხმება, ეს არის როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან პოლიტიკური პარტიები. მათ შორის არის ბევრი მიმართულება. ერთ-ერთი არის მაგალითად თავდაუზრხმელობა, რომელიც ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის რაც ზოგიერთი პარტიისთვის კრიტიკულია, უნდა რა თქმა უნდა შეთანხმების ნაწილი იყოს. ანუ ერთი ნაწილი ამ ჩემი აზრით ამ შეთანხმებისა, დიდი პროდასავლური პოლიტიკური შეთანხმებისა უნდა იყოს ქცევის წესები. მეორე ნაწილი უფრო მნიშვნელოვანი ჩემი აზრით უნდა იყოს ხედვა გამარჯვების შესახებ. როგორ ვიმარჯვებთ, როგორ ვამარცხებთ ივანიშვილს. და მე და თქვენ შეიძლება ერთმანეთი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მეგობრობდეთ ან არ მეგობრობდეთ, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად დილეტანტური, არაპროფესიონალური და მე ვიტყოდი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას პროცესის მიმართ, იმიტომ რომ თუ ჩვენ შევთანხმდებით ქცევის წესებზე, როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან, თუ ჩვენ შევთანხმდებით როგორ ვიმარჯვებთ, როგორ ვამარცხებთ ივანიშვილს, მე მგონია რომ ეს არის მნიშვნელოვანი და კრიტიკული და არა ის მოგწონს თუ არა ერთმანეთთან როგორ ვაფასებთ ერთმანეთის საქმიანობას წარსულში. თუ ამ რაღაცეებზე ვთანხმდებით, მაშინ ვთანხმდებით იმაზე, რომ ერთად ვამარცხებთ ივანიშვილს, ერთად მივდივართ რეჟიმის ჩამოშლამდე. ეს არის ჩემი აზრით, რაზეც უნდა შედგეს საბოლოო ჯამში ერთიანობა. მე ფრთხილი ოპტიმიზმით გეტყვით, რომ ჩემი აზრით
პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს შორის ერთიანობა არის ისე ახლოს, როგორც არასოდეს უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. მე არ მინდა რომ რაღაც მოვლენებს ვის მოიაზრებთ ამ პარტიებში, მოდით ესეც დავაზუსტოთ ფარა. განწერენ გახარია გააკრიტიკეთ და მნიშვნელოვანი შეკითხვა, რა თქმა უნდა. მე კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რა სიტყვის გეგელია, ან რა ვიცი, სხვა წარმომადგენელი რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან, ეს ბუნებრივია, რომ ჩვენ პოზიციებზე, პოლიტიკურ სტრატეგიაზე და გამარჯვების საკითხზე გავლენას არ ახდენს. არის პოლიტიკური ჯგუფები, რომელთან ურთიერთობაც შეუძლებელია მათი მოდუსიდან გამომდინარე, აი მაგალითად გახარიას პარტია, რომელიც ეგრეთ წოდებულ პარლამენტში ზის და ღიად თანამშრომლობს რეჟიმთან, ახლაც კი. მიიჩნევ თუ არა მათ ოპოზიციას მაშინ ესე კითხავთ. რა თქმა უნდა, ეს მათთან რაიმე სტრატეგიულ ბრძოლაში შესვლა მათთან ერთად არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ისინი აი როდესაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი თანამშრომლობის რეჟიმში არიან არალეგიტიმურ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან, რომელმაც სისტემურად აწამა ადამიანები საქართველოში და ეს უბრალოდ ჩვენი პოლიტიკური შეფასებები არის. მიიჩნევთ თუ არა ოპოზიციურ პარტიად გახარია საქართველოსთვის მაშინ ესე კითხავთ, რადგან თქვენ ამბობთ თანამშრომლობენ და ყველა მხრივ ხელს უწყობენ ყველაფერში. ხო და არ ვიცი, შეიძლება მე მგონი ეგ არ არის გადამწყვეტი, მე მივიჩნევ თუ არა მათ ოპოზიციურ პარტიად, ან თავის თავს მიიჩნევენ თუ არა და რას დავარქმევთ სახე. ნუ შემიძლია რა თქმა უნდა პირდაპირ გიპასუხოთ ამაზე, მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი. მე მგონი მნიშვნელოვანი არის ქცევის მოდუსი, როგორი იქცევა ესაცვლის პოლიტიკური პარტია და გახარიას პარტია, იმ გაქცეული გახარიას პარტია. ამ მომენტში, როდესაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, თანამშრომლობს რეჟიმთან. ამიტომ ბუნებრივია, რომ მასთან სტრატეგიული კოორდინაცია არის შეუძლებელი. მაგრამ რაც შეეხება ლელოს, მე მიმაჩნია, რომ ყოველგვარი აი წარსულის ცოდვებზე საუბრის გარეშე ჩვენ შეიძლება ვფიქრობთ, რომ ისინი არასწორად მოიქცენ, ისინი რა თქმა უნდა ფიქრობენ, რომ მათი პოზიცია იყოს სწორი და ჩვენი არასწორი. ჩვენ თუ ამ დისკუსიაში დავრჩით მუდმივად, ამ წარსულის რევიზიის, ბუნებრივია, რომ მომავალზე შეთანხმება გახდება შეუძლებელი და ჩემი აზრით ბიზნესაც ეგ უნდა ზუსტად საბოლოო ჯამში, რომ ამ სპირალიდან ვერასოდეს ვერ გამოვიდეთ, მუდმივად დავრჩეთ წარსულის ტყვეობაში, წარსულის ხაფანგში. ეს არის მისი ამოცანა. ამიტომ მე მათ ადგილას არ ვისაუბრებდი იმაზე, რა იყო წარსულში და როგორ იყო და მეც აბსოლუტურად არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ ჩვენი ძვირფასი დრო, რომელიც არც თუ ისე ბევრი გვაქვს, კიდე წარსულის მუდმივ გადააზრებაზე, ეს თხოთან რეფლექსია და გადააზრება არ არის, ეს არის ურთიერთბრალდებები მუდმივი წარსულთან დაკავშირებით. ამიტომ ჩემი ამოცანა საერთოდ არ არის ეგ, ჩემი ამოცანაა ყველა მიიღოს მონაწილეობა ივანიშვილის დამარცხებაში, ვინც საჭიროა ამისთვის. ჩვენ ხო პრაგმატული ამოცანიდან უნდა გამოვიდეთ. წარსული ახსენეთ, აი კიდევ ერთხელ შეგაწყვეტინებთ, წარსული ახსენეთ და აუცილებლად უნდა ჩაიკითხოთ ამაშიც იმისთვის რომ მომავალი პერსპექტივა და საბოლოო ჯამში რაღაც გარკვეული სტრატეგია დაიგეგმოს, აუცილებელია თვითკრიტიკულად წარსულით შეაფასოთ. რა თქმა უნდა. ბუნებრივია რომ ოპოზიციის პასუხისმგებლობის დღის დგება დღის წესრიგში და საინტერესოა გასაგებია ხელისუფლების მხრიდან დანაშაული, რომელზეც თქვენ საუბრობთ და აქციების დარბევა, მომიტინგეთა დაკავება, პოლიტიკოსების დაკავებაც, ეს ყველაფერი ის ანტიდემოკრატიული ქმედებები, რაშიც ადანაშაულებენ ქართულ ოცნებას. პირველ რიგში დასავლეთის მხრიდან და ბუნებრივია თქვენი მხრიდანაც, თუმცა ასევე საინტერესოა სად გადის ზღვარი ხელისუფლების დანაშაულსა და ოპოზიციის პასუხისმგებლობას შორის. სად არის ეს ზღვარი და თქვენი პასუხისმგებლობა თქვენი პასუხისმგებლობა რა არის იმაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მოდით აი ესე დაგისვამთ კითხვას, თვითკრიტიკულად რომ შეაფასოთ, რა უნდა გამოსწორდეს პირველ რიგში ოპოზიციურ სპექტრში, იმისთვის რომ თქვენ პირველ რიგში გაერთიანება შეძლოთ, შემდეგ კი უკვე ის მიზანი, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილის დამარცხება, ამ მიზანს მიაღწიოთ. ხო, გეთანხმებით, რომ კრიტიკული ეგ ზღვარი არ ვიცი ხელისუფლების დანაშაულსა და 100% ყველაფერი ქართული ოცნების ხელისუფლების დანაშაულსა და ოპოზიციის პასუხისმგებლობას შორის შეხება სად არის ეგ არ ვიცი მე სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ რაც ვიცი არის ის, რომ ნებისმიერ არ არსებობს ავტორიტარული ქვეყანა, სადაც არის ოპოზიცია ძლიერი. ეგეთი ქვეყანა არ არსებობს. დემოკრატია, როგორც მმართველობის ფორმა, ლიბერალური დემოკრატია, მოფიქრებულია იმიტომ, რომ მართოს უმრავლესობამ, მაგრამ არა უმცირესობის ინტერესების ხარჯზე. მათ შორის ეს ეხება პოლიტიკურ უმრავლესობას და უმცირესობასაც. მაგიტო არის ლიბერალური დემოკრატია, მაგისთვის არის მოფიქრებული, რომ ოპოზიცია კი არ გაანადგუროს ხელისუფლებამ, არამედ მასთან ერთად მართოს. ესე ხდება ნორმალურ ქვეყნებში.
არ არსებობს ავტორიტარული ქვეყანა, სადაც არის ძლიერი ოპოზიცია. ძლიერი რო იყოს ოპოზიცია, ავტორიტარული არ იქნებოდა ეგ ქვეყანა, ხო? და ნებისმიერი ავტორიტარის ამოცანაა, რომ ოპოზიცია გააქროს. მათ შორის ივანიშვილისაც, როგორც რუსული ავტორიტარული სისტემის აი ესე თვალსაჩინო წარმომადგენლის ამოცანაა, რომ ოპოზიცია გააქროს. ამას ბევრი გზით აკეთებს. ვერაფერი რო ვერ მოუხერხა ოპოზიციას. ეხლა დაიწყო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ვითომ იურიდიული პროცედურა, ხო იცით? სამართლებრივად რამდენად შესაძლებელია ამაზე ცალკე კითხავთ. ხო, სამართლებრივი მდგენელი ამას რა თქმა უნდა არა აქვს, შეუძლებელია რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდე, რომ მე რომელიღაცა პარტიები არ მომწონს განსაკუთრებით და მაგათი აკრძალვა მინდაო და მე საკონსტიტუციო სასამართლო ამას ბეჭედს არ ტყამდეს. აქ ხო სამართლებრივი მდგენელი საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ეს გავწიოთ ერთი წუთით, ხო? ივანიშვილმა ვერაფერი რო ვერ მოუხერხა ამ ოპოზიციას, ეხა გონია რომ ხო იცით, თან მუდმივად ამ 14 წლის განმავლობაში ივანიშვილი მუდმივად ამბობდა, რომ ჩვენ გვჭირდება კარგი ოპოზიცია. ჩვენ გვჭირდება კარგი სამოქალაქო საზოგადოება. კარგში გულისხმობს თითო როგორც მოეწონება ეგეც. და მისი სტრატეგიული გაცხადებული ამოცანა იყო, რომ ეს ოპოზიცია მე არ მომწონს, უნდა მოვკლა, გავაქრო ეს ოპოზიცია და მე რო ოპოზიცია, აი ხალხის ძალა, ხო ყავთ ვითომ ოპოზიცია, ეგეთი ოპოზიცია მჭირდება. ოღონდ ეს ვერ გააკეთა, რა თქმა უნდა. ეხლა მოიგონა რომ მოდი ავკრძალავ ამ პარტიებსო, რეესტრში რეგისტრაციას გავუუქმებო და გონია რომ ამით გაიმარჯვებს, მაგრამ სინამდვილე არის ის, რომ პარტია არ არის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტი. პოლიტიკური პარტია ეს არის იდეოლოგიის, იდეის და ბრძოლის სტრატეგიის გარშემო შეკრებილი ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული ადამიანების ერთიანობა. ეგეთი არის მაგალითად კოალიცია ცვლილებისთვის ჩვენ შემთხვევაში. ჩვენ რა ვიცი, არ გვაერთიანებს ის, რომ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, გვაერთიანებს ფასეულობები და ბრძოლის სტრატეგია. თან ხმდებით როგორ უნდა გავიმარჯვოთ და რაც თავარია, რა უნდა გავაკეთოთ გამარჯვების შემდეგ. და ვერავით არის პარტიის აკრძალვა. ეხლა თვითკრიტიკულობაზე მინდა რომ დავბრუნდე, ნახეთ. ეხლა მცირედ გვაქვს დარჩენილი და კიდევ მაქვს კითხვა დარჩენილი და გარემო. ოღონდ ეს ყველაფერი რომ ეხლა ავტორიტარული რეჟიმია და ებრძვის პარტიებს ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ თქვათ რომ რა ვქნათ ეხლა რახან ავტორიტარიზმია, აბა ჩვენ როგორ ვიქნებით ძლიერები. ესე არ არის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხისმგებლობები. ჩემი აზრით ეს არის სამი ძირითადი პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე. პირველი ეს არის რეჟიმთან არ თანამშრომლობა და მისი არ აღიარება, იმიტომ რომ არალეგიტიმურად ამ რეჟიმის დატოვებას აქვს თავის ფასი. მაგალითად, მადუროს შემთხვევას გაგახსენებთ. მადუროს შემთხვევაში რატო იყო ამერიკის შეერთებული შტატები ეგეთი თამამი? იმიტომ რომ თქვა რომ მადურო არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტიო. და აქაც დადგებათ რომ მეორე ეს არის პროტესტის გაძლიერება და მესამე ეს არის საერთაშორისო წნეხის მობილიზება ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს სამი არის ჩემი აზრით ოპოზიციის მთავარი პასუხისმგებლობა და ბუნებრივია რომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ სამს. ხანდახან უკეთ გამოგვდის, ხანდახან ნაკლებად, მაგრამ ეს არის ჩემი აზრით სამი სტრატეგიული ხაზი, რაც კონცენტრირებულად უნდა ვიყოთ. ერთი წუთი გვაქვს დარჩენილი და აუცილებლად მინდოდა რომ მეკითხა თავიდან, მაგრამ იმდენად საინტერესო წარიმართა საუბარი სხვა მიმართულებით რომ ვერ მოგვრჩა ამისთვის, რომ BBC-ის წინააღმდეგ ქართული ოცნების მიერ მომზადებული სარჩელი, რომელიც წარადგინა უკვე ქართულმა ოცნებამ გუშინ განაცხადა ამის შესახებ შალვა-პოაშვილმა, ერთია რომ სამართლებრივად რამდენად შეიძლება საერთოდ შეფასდეს ეს საკითხი და პოლიტიკურადაც რა თქმა უნდა. კი, პირველ რიგში ეს არ არის სარჩელი, ეს არის საჩივარი, რომელიც BBC-ში წარადგინა BBC-ის წინააღმდეგ ქართულმა ოცნებამ. ანუ თვითონ BBC-ის შიგნით, მაუწყებლის შიგნით არსებობს გასაჩივრების მექანიზმი. იქაც ინსტანციებია. პალიტრაშიც ეგრე იქნება, ალბათ. თქვენ რო არ მოეწონათ რაღაცა, თქვენი გაკეთებული, სავარაუდოდ მოგწერენ და თქვენ რაღაცა განყოფილება გექნებათ ეგეთი, რომელიც განიხილავს ხო არ ავიღოთ ესა თუ ის კონტენტი, არ ვიცი, სოციალიდან ან ტელევიზიაში გავუშვათ თუ არაო. ეგეთივე ამბავია, არის პალიტრას უჩივლა პალიტრაში. დაახლოებით BBC-ს უჩივლა BBC-ში. და უჩივლა რატო იცით? იმიტომ რომ თავიდან როდესაც პანიკაში იყვნენ და გზავნილს ვერ ალაგებდნენ ამ კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით. მაშინ თქვეს რომ ჩვენ უჩივლებთ BBC-ს საერთაშორისო სასამართლოშიო. ოღონდ როგორც იურისტი გეუბნებით რომ არ არსებობს საერთაშორისო სასამართლო დედამიწაზე, რომლის იურისდიქციაში შევა, რომლის განსჯადიც იქნება საქართველოს ხელისუფლება ეგრეთ წოდებული BBC-ის წინააღმდეგ. ეგეთი დავა არ არსებობს ეგეთი საერთაშორისო სასამართლო. მაგრამ მაშინ ეს ვერ გათვალეს, იმიტომ რომ სწრაფად უნდათ რომ რაღაც გაივრცელებინათ განცხადება.
ეხა არის ამის კომპენსაცია ეს სინამდვილეში. ოღონდ ეს მე ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ეხა კიდე ერთხელ მოხდება ცხვირში იქიდან, იმიტომ რომ ეგ კონტენტი თვითონ ეს ფილმი როგორც არის შექმნილი, არის ძალიან პროფესიონალურად გაკეთებული, რომელშიც რა თქმა უნდა დაცულია ეს ჟურნალისტური პრინციპები, იურიდიული მოთხოვნები, მათ შორის აი ეთიკის მიმართულებითაც, ამიტომ იმუშავებს თუ არა ეს გადაწყვეტილება მაშინ ესე გეტყვით მათ ამორჩეველზე, ქართული ოსნების ამორჩეველზე. ეგ უნდათ რომ ვითომ მიზანი ეს არის ესე. ეგ უნდათ რომ თავის ამორჩეველს აჩვენონ, რომ ვითომ აი ილუზიან სიმართლისთვის და ეხლა მიიღებენ პასუხს იქიდან კიდევ. ძალიან დიდი მადლობა გიგა. ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა და ამით დღის ნიუსრუმი დასრულებულია. ჩვენ ტელეარხის ეთერს კი 12 საათიანი საინფორმაციო გამოშვებით მარიამ ბუკია გააგრძელებს. მდროებით.